გამარჯობა. ვერთდებით სრულიად საქართველოს და ჩვენ სრულოცავთ ხვიჩას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას. ახლა კი დავიწყოთ ჰერის ჰეროსის სახელის ეტიმოლოგიური განმარტება. თემურაზ ბატონიშვილი. ვახუშტის წერს ესრე. პირველად სარწმუნება ქართველოსიანთა მათი იყო ერთისა დამბადებლისა, ღუთისა, თაყვანისცემაი და ფუძვიდნენ საფლავსა ზედა ქართველოსის ასა, რომელიც ფრიად სარწმუნო იყო მათთან. შემდეგ მისივე ცნობით, ბოჩი საკუთარი ღმერთი იყო უძველესთა ქართველთა. რაზეც წინა ვიდეოში ვისაუბრეთ კავკასიონის სახელის ეტიმოლოგიასთან მიმართებით. ქართველოსი და მისი 6 ძმა ერთიან კავკასიურ სახელმწიფოს განაგებდა ერთობლივად ოღონ ქართველოსის მამამთავრობით. ბოჩს გამოსახავდნენ ბორჯღარის სიმბოლოთი, რომლის 7 მკლავი განასახიერებდა 7 ძმის მმართველობას და თემურაზ ბატონიშვილი საუბრობს 7 ძმიდან 3-ის მმართველობის სეგმენტზე, ოღონ ვერ ასახელებს კონკრეტულად მათ სახელებს. სარგებლობის, წყალობის და რისხვის ხელმწიფებით. როგორც წინა ვიდეოში მოგახსენეთ, ამ ცნობამ ერთგვარი მინიშნება მოგვცა. გამგვესაზღვრა ტექსტის მიხედვით ძმების სახელების ეტიმოლოგიური განმარტებისთვის საჭირო პრინციპი. თქვათ ასე, მეთოდოლოგია და წარმოგიდგინეთ ეგროსის რისხვის ხელმწიფება, ანუ თანამედროვე გაგებით ერთგვარი გაერთიანებული ძალოვანი სტრუქტურების მინისტრი, ხოლო კავკასიონი სარგებლობის ხელმწიფება, ფინანსთა მინისტრი. ახლა გთავაზობთ ჰერის ჰეროსის სახელის ეტიმოლოგიურ განმარტებას. სახელის შინაარსი ესადაგება წყალობის ხელმწიფებას, ანუ ჰეროსი იყო წყალობის, იგივე კეთილშობილური საკითხების მთავარი მმართველი. ზუსტად ჰეროსის ჰერ სახელის განხილვისას მივაგენით მის სახელში წყალობასთან, კეთილშობილებასთან დაკავშირებულ მნიშვნელობას. ჰერ ძველი ზემოგერმანული ზედსართავის სახელი ჰერ, შედარებითი ჰერო ან ჰერორო, ჭაღარა, მოხუცი, კეთილშობილი, პატივცემული. არსებობს შუმეროგრამაც ჰეჰი სიმბოლოთი, რომელიც იკითხება შუმერულიდან დუგ, იგივე გუდ, სასიამოვნო, კარგი. ესე იგი დუგ, კარგი, კარგად ყოფნა, თკბილად ყოფნა, იგივეა რაც ძველი ზემოგერმანული ჰერ, კეთილშობილი. შესატყვისი ლურსმული ნიშანია შარ, სარ, იგივე როგორც ინგლისურიდან სერ. ბატონი, არქადური შარ. აქადურშია პროტოსემიტური სიტყვიდან სარარ, მმართველობა. მონათესავია ბიბლიურ ებრაულ სიტყვასთან მმართველი, თანამდებობის პირი, შარრუ. მაშასადამე ჰეროსის ჰერ სახელი იკითხება უძველესი ფორმით, როგორც კეთილშობილი. აღნიშნული სიტყვა წასულია და ტრანსლიტერირებულია სხვადასხვა ენებში. მაგალითად, ქართულში ძმის ჰეროსის, ანუ ჰერის სახელის ეტიმოლოგია შემორჩენილია გერმანულ ენაში ჰერ, ძველი ზემოგერმანულიდან ჰერ, კეთილშობილი, ანუ ბატონი. ასევე ინგლისურ ენაში სერ, ანუ ბატონი, კეთილშობილი. იძებნება უძველეს ენებშიც, ბიბლიური ებრაულიდან შარუმ, მმართველი, თანამდებობის პირი. შუმერულში, სადაც ალტერნატიული ფორმითაც გვხვდება, გამოითქმის როგორც დუგ, კარგი, კარგად ყოფნა, თკბილად ყოფნა და ინგლისურ ენაში შემორჩენილი მისი შესაბამისი სიტყვა გუდ, სასიამოვნო, კარგი. მაშასადამე ჰეროსი თავისი არქაული ფორმით იკითხება როგორც კეთილშობილი. ჰეროსი გახდათ კეთილშობილების ხელმწიფებით აღჭურვილი პირი, რომლის თანამდებობრივი სტატუსი შეგვიძლია შევადაროთ ტრადიციების, მათ შორის რელიგიური წინაპრების მემკვიდრეობის მმართველობით აღჭურვილს, ანუ კულტურის მინისტრს. კეთილშობილება ხომ ადამიანის კულტურის ერთ-ერთი ფორმაცაა. ჰერის დაწვრილებითი განმარტება ლურსმული და ალბანური სიმბოლოებით იხილეთ პოსტში. უყურეთ ამ წელ ვიდეოს ბოლომდე და სხვა ვიდეოებს. გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოგწერეთ შეკითხვები და კომენტარები. დიდი მადლობა.